ნარცისისტული აშლილობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს საერთოდ არ აქვს არანაირი უნარი მიიღოს გარემოდან კრიტიკული შეფასება. იმიტომ რომ სინამდვილეში ეს არის პიროვნება, რომელიც არის ჩამოყალიბებული ძალიან დიდი სიყვარულის დეფიციტით, ფსიქოანალიტიკურად ნარცისიზმს ეძახიან საერთოდ დედის დაკარგული სიყვარულის ძიებაში არსებული პიროვნება. გამოვლინება ამისი შეიძლება იყოს კატასტროფული მეორე ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ ნარცისისტვის არ არსებობს მეორე. ნარცისისტვის ვარსება მხოლოდ მე. მე, ჩემი მოთხოვნილებები, ჩემი საჭიროებები და რაც უფრო მკაფიოდ არის გამოხატული ნარცისიზმი, მით უფრო დიდი არის ხოლმე ალბათობა, რომ თუ ჩემი საჭიროება არ შესრულდა, მე ეს ყველაფერი გამოვხატო ბრაზში, ან მე ეს ყველაფერი გამოვხატო ისეთ ბრაზში, ან ისეთ манипуляციურ ქცევაში, რომ შევისრულო ის, რაც მინდა, რაც მეორეს აზიანებს. თუ მე ვერ მივიღე აღრთოვანება და თუ მე ვერ მივიღე პერმანენტულად ტაში, მაშინ მე უბრალოდ ვინგრევი, იმიტომ რომ ეს არის ცარიელი ბავშვი, უფსკრულია შიგნით, რომელმაც ვერასდროს ვერ მიიღო ის სიყვარული, რომელიც მას სჭირდებოდა. და არც იცის როგორი. საქმეც მაგაშია და სიყვარულს ითხოვს ძალადობით.